ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს თუ გინდა რომ გაოცდეთ. აბა, მიხვდით ხო? ეს არის სიმინდი. ხმელი სიმინდი, რომელიც აი სიმინდის ტაროსგან გამოვიყვანეთ კი არა, დავუშვენი. აი ესე და ეხლა ვხარშავ. ხარშავ სხვათა შორის რთული მოსახარშია და გეტყვით როგორ უნდა მოხარშოთ. გარეცხავთ კარგად, დაასხავთ წყალს, წამოდუღდება და დატოვებთ მთელი ღამე. დილით უკვე დააწყებინებთ ხარშვას. კარგად უნდა მოიხარშოს. შემდეგ ეტაპს გაჩვენებთ რა არის, ვერც წარმოიდგენთ. ბოლომდე უყურეთ. შემდეგი ეტაპი. აი, გავჩურჩეთ ეს მოხარშული სიმინდი და დედაჩემი დავასაქმე ძვირფასი დედა. რას აკეთებ დედა? Nu ატუტურებლა ხათმა იმას ტელეფონში. შეიყიდეთ. დედა ეგ რა სიტყვა? მაჩვენე ერთი წამით. აი, ნახეთ, რას ვაკეთებთ. იმის შემდეგ უნდა ავაცვათ სიმინდი და შემდეგ ეტაპს გაჩვენებთ. აი, რეზობიძია ჩამოვიდა და გვესწრება ამ სასწაულ ამბავზე. დედა გააგრძელე და მერე ვაჩვენოთ ადამიანებს რა გამოვა. სასწაული. უყურეთ ბოლომდე და მიხვდებით რა არის. აი, ამას ქათმებს შევაჭმევთ, ჩურჩებს. დედა პირველად აკეთებ, ხო? ხო. არავის სასწავლო იცოდე. მე არავინ შეშოლა. მარტო შენ იცი, ხო? შენ იცი, მე ვიცი და დედაჩემა. აბა შენ იცი. მოკლედ შემოძვირფასებო, დადგა ის მომენტი, რომ უნდა გაჩვენოთ სასწაული რაღაცა. ხო, მოგიყევით. ეს არის სიმინდის მარცვალი, ხმელი სიმინდის მარცვალი, რომელიც კარგად მოვხარშე, მერე დედაჩემა ააცვა ძაფზე და ახლა უნდა გაჩვენოთ. სიმინდის ჩურჩხელა. თან ვღელავ, თან მინდა რომ კარგი გამოვიდეს, თან სასწაულები უნდა მოვახდინოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ისეთი კარგი ამბავი მაქვს, რომ ჩემთან ჩამოსულია ჩემი რეზო ბიძია სოფელი ზოდიდან და იმდენ რამეს გვასწავლის, აი ვერ წარმოიდგენთ. აი შეხედეთ, უკვე დადგა ის მომენტი, რომ ამოვიღოთ და გაჩვენოთ სიმინდის ჩურჩხელა. აი, ძვირფასებო. ეს ნახეთ, თან კახეთში ვისწავლე ჩურჩხელის ამოვლება. ხო და თან ცოტა მიჭირს. ეს არის ნამდვილი ყურძნის წვენი, ბადაგი. არ გაგიკვირდეთ თუ მე აქ რაღაცა სასწაულები ჩავიდინო, მთავარია რომ თქვენ ვინც იცით ჩურჩხელის ამოვლება, იმათმა ისწავლე რა ლამაზია, შეხედეთ. მოცეკვავე ქალი და კაცი. და ნანანანანანანანა. აი ესე გადავიტანეთ. აქ მაინც გავაკეთე გოგრის თესლი, აი ნახე, სპეციალურად ქაღალდი უნდა დააფინოთ. გოგრის თესლი და ნიგოზი. მაგრამ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ჩურჩხელაზე. სიმინდის ჩურჩხელაზე. სხვათა შორის არაკალორიულია. ვიღაცამ დაწერა Facebook-ში, რომ ისაო ერთი ჩურჩხელა უდრის ერთ ვაგონ პურსო. ისეთი ის არისო, კალორიულიო. უხელი დამეწვა. აი, ეს უფრო ლამაზია. შეხედეთ? აი ესე. აი ამ ყველაფრის გაკეთება მიხარია, მაგრამ მომბეზდა და დიდი მადლობა ჩემ ძმა დავითს იმისთვის, რომ იყო დღევანდელი დღის ოპერატორი და აუცილებლად მერე მოგიყვებით როგორი გამოვიდა, მაგრამ თქვენც გააკეთეთ. ეხლა არის ზამთარი. ხმელი სიმინდი ყველგან იყიდება. ხმელი ტარო იყიდება და შეგიძლიათ მოხარშოთ კარგად, მერე ააცვათ ძაფზე და აი ესე გააშროთ ბუხართან. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო ასეთი რეპორტაჟისთვის. დიდი მადლობა რეზო ბიძიას რომ გვესტუმრა და გაგვიხალისა ცხოვრება. დიდი მადლობა დავითს, ჩემ ძმას და რა ვიცი, მადლობა თქვენ რომ მიყურებთ. გაიხარეთ.